გმადლობ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კომპანიის მფლობელი სადაურია. ვანიდანაა. მაშინ კარგფულს გადაიხდიან. ჩვენი კომპანია ისევ ფეხზე დადგება, იასემინ. ამ საქმეს ჩვენ ავიღებთ სევგი აუცილებლად. არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს საქმე ძალიან გვჭირდება, არა? თავი უნდა დავიფასოთ. რა თქმა უნდა. რეკლამის გაკეთება ჩვენ არ გვითხოვია. შემოთავაზება მათგან წამოვიდა. წამოდით. რა თქმა უნდა ასეა. მოგძანდით, გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა. შეხვედრა გქონდა დანიშნული. გამარჯობა. დიახ, სარეკლამო სააგენტოდან ხართ არა? დიახ, შეხვედრების ოთახში მოგძანდით. გმადლობთ. მოგძანდით. პალტოებს წავიღებ. რას დალებთ? თუ შეიძლება წყალი. მე ყავას დავლებ. მე წყავა. ქალბატონ ნადიას თქვენი მოსვლის შესახებ ვეტყვი. გმადლობთ. ნადია? ესენი ვანიდან არ არიან? ქალბატონი ნადია გენერალური დირექტორია, კომპანიის მფლობელი არის ვანიდან. ქალბატონ ნადიას იცნობ? არა, ახლა გავიცნობ. ხელის გული მეფხანება. ნულიდან დაწყებაზე ვგიჟდები. ფირმის მარკა უნდა შევქმნათ, დიზაინი, კამპანია ვაწარმოოთ, საინტერესო საქმეა. წინასწარ ნუ გაიხარებ, მფლობელი უხეში თუ აღმოჩნდა, მე ნახე. მართალი ხარ. რწმუნებულების ასლი საქმეში არდევს. მოვაგვარებ ნუღელა. ბატონო სავაშ, სარეკლამო სააგენტოდან მოვიდნენ. ქალბატონი იასემინიც მოვიდა. სახელი არ მიკითხავს, ორი ქალი და ერთი კაცი მოვიდა. კარგი, მოვდივართ. გილოცავ, როგორც იქნა, შენი კონკი ამოვიდა. კარგი, შენ წადი. შენ? 5 წუთში მოვალ. ესეც გეგმის ნაწილია? დიდხანს ნუ გვალოდინებ. კარგი. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გონი გაგიკვირდათ. აქ არ გელოდით. სევგი თაშფინარი ვარ. გაოცებული ვარ ქალბატონო ნადია, მე ბორანოანი ვარ. სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქალბატონო იასემინ. მიცნობთ? არა. საღამოობით ბარ 5x5-ში დავდივარ ხოლმე. ბატონი ბორა და ქალბატონი სევგიც იქ მყავს ნანახი. თქვენ არასდროს შემხვედრი ხართ. დიახ. იასემინი გარკვეული პერიოდი ჩვენგან შორს იყო. ახლა დაგვიბრუნდა. ჩვენიერია. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, გმადლობთ, არ შეწუხდეთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ქალბატონო შახნურ. ჰელინ? შვილო, ხელზე ემთხვიე, როგორ გაზრდილ ხარ? ბედნიერი იყავი. აქ დაჩეკი. ქალბატონი ნევალი სად არის? ქალბატონი ნევალი ვერ მოვა, ქალბატონო შახნურ. დიდი მოკითხვა გადმოგცათ. ჩათაგში ცერემონიალზეა მიწვეული, ოჯახთან ერთად წავიდა. ქალბატონი ქადრიე? ბეიაზითიდან სტუმრები ჩამოუვიდნენ. მოკითხვა გადმოგცათ. თუ რამდენიმე დღით აპირებს დარჩენას, მერე მოვინახულებო. ღმერთო. ყველას საპატიო მიზეზი აქვს. ჩეჩეკი მართლა აპირებს მასწავლებლობას.
ხომ იცით თანამედროვე ერთძლების ამბავი, სასწავლებლის დასრულება უნდა. თქვენთან ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი წესების მიხედვით ეს დაუშვებელია. ცნობილი ბალდარების რძალი მასწავლებელი უნდა გახდეს. ბატონი ჰასიფი ალბათ მიწაში ტრიალებს. გითხარით, მასწავლებლობას აპირებს მეთქი. უნივერსიტეტში ხომ დადის. რძალი მოვიყვანეთ, ქალბატონო მელახათ. მონა კი არა. რადგან სწავლა დაიწყო, გვინდა დაასრულოს კიდეც. სულ ესაა? მართალია, როცა შვილი ეყოლება, ეგ სურვილიც გაუქრება. სწავლა აღარ ენდობება. თელივანი ახალ ამბავს ველოდებით. ჩიჩეკი 1 წელია თქვენი რძალია. ჯერ კიდევ არ არის სორსულად. ქალბატონო შაჰნურ, რამე პრობლემა ხომ არ აქვს? ექიმს გაასინჯეთ? თუ უშვილოა, მამამის დაუბრუნეთ. სავაში სხვა ცოლს მოიყვანს. ყველაფერი რიგზეა. როცა დრო მოვა, ბავშვიც ეყოლებათ. ამ საკითხზე ნუ აღარ საუბრობთ. თქვენი საქმე არ არის. თურქეთში კვება დიდ სექტორს მოიცავს, ამიტომ დიდი კონკურენციაა. პრეტენზია არ გვაქვს პირველები ვიყოთ ბატონო ბორა. მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს ხუთეულში მოვხდეთ. რა თქმა უნდა თქვენ გენდობით. საკვების რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი რეპუტაციის შექმნით, კამპანიის სწორი წარმართვით უფრო მეტ. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მე სევგი თაშფინარი ვარ. მოდის გიხდით, დავიგვიანე. ბატონო ბორა, მე სავაშ ბალდარი ვარ. გონი ერთმანეთს ხშირად ხვდებით. დიახ, ჯემის ბარში გხედავთ ხოლმე, მაგრამ თქვენი გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ქალბატონო იასემინ. გამარჯობა. გამარჯობა. წინადადება გაგაწყვეტინეთ, კომპანიაზე ვსაუბრობდით. არა უშავს. რეკლამას სრული სერიოზულობით ვუდგებით, ბატონო სავაში. ჩვენი მოვალეობა ახალი ბრენდის ჩამოყალიბებაა. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთან საერთო ენას გამოვნახავთ და არაჩვეულებრივ იდეებს განვახორციელებთ. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები საკუთარ თავს ვენდობით, ბევრი წარმატებაც მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვართ, თქვენც კმაყოფილი დარჩებით. საქმეს მხოლოდ ვაჭრობის კუთხით არ ვუდგებით, თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ამიტომ ყველანაირად ვეცდებით კარგი ბრენდი შევქმნათ. ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. ნელ-ნელა წავიწევთ წინ. რა თქმა უნდა, თქვენთვისაც თუ მისაღები იქნება. Adım adım ilerleyeceğiz. Tabii eğer sizin için de uygunsa. რა თქმა უნდა. Bu da kurumsal საქმეს კი კამპანიის სწორი წარმართვით დავიწყებთ. დიახ, logolar. ლოგოები, დიზაინი, ეტიკეტები. ჩვეულებრივი რეკლამა არ უნდა იყოს. Kampanyasıyla karıştırmamak lazım.